პროევროპული პროტესტის 90-ე დღეს რუსთაველის გამზირი ისევ გადაკეტილია. 25 თებერვალს საბჭოთა ოკუპაციის დღეს თბილისში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა სახელობის მარშები გაიმართა, რომლებიც საღამოს მსვლელობით რუსთაველის გამზირზე მივიდნენ. Բայց արա միկրոֆոնի გამოაცხადება. Արա աղդադեք դրո როგორ է։ Ուտրատները խախմա չայ։ რუსთაველის გამზირზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეუერთდა, რომელმაც მოგვიანებით მოქალაქეებს სიტყვით მიმართა. ჩვენ იმიტომ დგევართ აქ დღეს, რომ ეს დღე არასოდეს აღარ გამეორდეს. იმიტომ რომ რუსული ოკუპაცია ერთხელაც დამთავრდა და მეორედ არ უნდა შემოუშვათ. ეს დღე ტრაგიკული იყო, მაგრამ ამავე დროს იყო მაგალითი იმისი, თუ რას ნიშნავს, როცა ადამიანები მზად არიან, რომ ყველაფერი დადონ სასწორზე, თავიანთი სიცოცხლეც და დაიცვან სამშობლო. იმათ არავინ არასოდეს დაივიწყებს და მოღალატეებს კი ძალიან მალე დაივიწყებენ. საქართველო არის ის ქვეყანა, რომელიც არ ეგუება, არ ეპუება და არასოდეს არ თმობს თავის მომავალს და თავის დამოუკიდებლობას. და ეს მაგალითი დღეს ცოცხალი არის. დღეს საზოგადოება, რომელიც დგას აქა 90 დღე, ეს საზოგადოება არ ეპუება, არ ეგუება, არ ერიგება იმ ძალადობას, რომელსაც ყოველდღიურად მას უწყობენ. მანამ სანამ რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებოდნენ, მარშის მონაწილეები 6 სხვადასხვა ლოკაციიდან გმირთა მოედანზე მივიდნენ, სადაც პროევროპული პროტესტის მონაწილეებმა მემორიალთან ფიცი დადეს. იბრძოლა ჩვენი თავისუფლების უკრების წინააღმდეგ. მათი სულების წინაშე.
რომლებიც დღეს დაგწევიან ჩვენ. წარსულისა და დღევანდელი გმირების 59 სინდისის პატიმრის სახელით ისტორიისა და მომავლის წინაშე ვფიცავთ. არ მივატოვებთ სიმართლისათვის დევნილებს. სიტყვით და საქმით. ხელს გაუწვით მათ და მათ ოჯახებს. ვფიცავთ. ვიქნებით ერთად. ვფიცავთ. ვიბრძოლეთ ბოლომდე. ვიბრძოლეთ საქართველოს თავისუფლებისთვის. ვფიცავთ. ვაკის პარკიდან დაიწყეს მარო მაყაშვილის სახელობის მარშის მონაწილეებმა მსვლელობა მათ ჭავჭავაძის გამზირი გაიარეს და ბოლოს გმირთა მოედანზე მივიდნენ. მსვლელობისას მარშის მონაწილეებმა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჰიმნიც მოისმინეს. არ იქნება მშვიდობა. მარჯანიშვილის მოედნიდან გმირთა მოედნამდე მსვლელობით მივიდა ვალიკო ჯუღელის სახელობის მარში. სადგურის მოედნიდან დაიძრა ვალოდია გოგუაძის სახელობის მარში, რომელიც მოგვიანებით ვალიკო ჯუღელის სახელობის მარშს შეუერთდა. ორი გაერთიანებული მარში კი გმირთა მოედანზე ერთად მივიდა. გმირთა მოედანზე გაერთიანებული მივიდა იუნკერებისა და გენერალ მაზნიაშვილის მარშებიც. თბილისში დღეს სულ 6 მარში მოეწყო მარო მაყაშვილის, იუნკერების, გენერალ მაზნიაშვილის, ვალიკო ჯუღელის, ვალოდია გოგუაძისა და გოგი ალექსი მესხიშვილის სახელობის.